მე მიცნობ და თუ რა მომაწოდა სახელი გვარი თქვენი სავარაუდოდ კი ანუ ჩემ შესახებ თქვენ ყველაფერი მოგაწოდეთ ხო მე არა ყველაფერი არ მითქია რომ მომაწოდა აბა რა მოგაწოდეთ ყოველი ინფორმაცია მომაწოდა აი რა მოგაწოდათ ვეფხია კასხაძეზე თემა ინფორმატორმა მაინდებს ბატაკშია დაწერილი ყველაფერი ატაკი მე არ წამიგითხავს და თქვენ გეკითხებით რაც დაწერეთ ხო გახსოვთ რადგან ვისაუბრეთ წერა ვერ გავიგონე კარგად ცეული მასამაზე ვერ გავიგონე მინდა რომ ვეფხია და გიქვა და პასუხი გასცემოდე რამდენია ერთი წუთი რა თქვენ იცით თუ არა თქვენ ერთი წუთი თქვენ იცით თუ არა თქვენი ეგრეთ წოდებული პირადი კონტაქტი ინფორმატორის სრულ ჩვენებაზე მე 6 დეცემბერში ვარ გამოკეტილი უსამართლოდ და თქვენ მე ოჯახი გამიმზადეთ იცით თქვენ ეს და გძნობთ ამის პასუხისმგებლობას თქვენ დარწმუნებული იყავით რომ ის თქვენი ინფორმატორი სწორ მიდიტებებს გაძლევდა და სწორ მიმართულებას გაძლევდა და რატო არ გადაამოწმეთ ეს ადამიანის ცხოვრებაზე თამაში ჯერ როგორ გამოიყურებთ როგორ საუბრობთ საერთოდ პოლიციები არა როგორ საუბრობს პოლიციები მეტი არ უნდა საუბრობდეთ თქვენ ეს რაღაც წინა ცხოვრებაში ძველი ბიჭი ხო არ იყო ვითვალისწინებ გთხოვს რომ არ მინდა ამ ქვეყანაში ესეთი პოლიციები იქნება თქვენ გაგისვათ შენმა უფლებადამცველმა ასეთი კითხვა თქვენ დარწმუნებული იყავით რომ სწორ ჩვენებას გაძლევდა თუ ისო და თქვენ გაიცეთ პასუხი რომ თქვენ დარწმუნებული იყავით რითი იყავით დარწმუნებული რითი იყავით დარწმუნებული გეკითხებით თქვენ რას გულისხმობთ ინფორმაცია რომ მომაწოდა პირადმა კონტაქტმა ინფორმაცია მართალი იყო თუ არა მაგას გულისხმობთ მაგას მეკითხებით თქვენ გითხრათ მაგრამ ანუ ვეფხია კასკაძის მანქანაში უნდა აღმოჩენილიყო კანონსაწინააღმდეგო ნივთები რომელიც რითაც მე დავება დღეს პროკურატურა ხო აი აქ ძალიან მალე რომ დაჯდებით ამ ადგილას ძალიან მალე დაჯდებით ამ ადგილას და პასუხს აგეთ ამ ყველაფერს გამეცით მაშინ პასუხი თქვენ რა პასუხის გებლობას აქვს ამის პასუხი ბატონო მოსამართლე უნდა გამცეს როგორ დავწერდეთ ხარი ბატონო მოსამართლე როგორ დავწერდეთ მოდესა აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი შენიშნას გარდა ძალიან ხალხი და გამომახსენე ძალიან დამშვიდით შეკითხვა და გასაგებია ბატონო ველოდები პასუხს ბატონო გასაგებიას თუ არა იქონ ამ დაკავებული როა და ამ ინფორმაციის საფუძველზე ესე ითქვა მაგაშია რომ დარწმუნებული იყო თუ არა პიროვნება ვის მომაწოდა მე როგორ დავწუნდი მაგაში აი გაგიმეორე როდესაც ადამიანი მოდის პირადი კონტაქტი და ინფორმაციას დაწვდის ეგ ინფორმაცია შეიძლება დადასტურდეს შეიძლება არ დადასტურდეს უკვე არა ეჭვების საფუძველი გონებული ეჭვი თქვენ ვალდებული იყავით თუ არა გადაგემოწმებინა სანამ ატაკს არ უდგებთ თქვენ უფროს ვალდებული იყავით არა როგორც როგორ არა აბა მე ვალდებული ვარ ინფორმაცია მივიდა მნიშვნელობა არ აქვს ხო მე რა დაემართება იმ ადამიანს ხო აი ესეთ მდგომარეობაში აი ესეთი მუშაობით დღეს საქართველოს სიტეებში ხდიან ახალგაზრდა აი ესეთი ახალგაზრდა ბიჭები უამრავი ახალგაზრდა ჩემი უფლებები დაიყვა მე უდანაშაულოდ ზივარ სიტეში და თქვენ ამაზე აგებთ თუ არა პასუხს თვლით თუ არა თქვენ თავს არ არის კითხვა როგორ არ არის კითხვა მე რას ვცნობ პასუხისმგებლობას არ ვცნობ თქვენ ამაზე ეგ ჩემი საქმეა მე რას ვცნობ და ჩემ გზნობებს რაც შეეძლება
ასულისგებლობა არ გეკისრება ყველამაში რომ თქვენი არასრული მიწოდებული ამ ინფორმაციის გამო მედრეს ეხლა მითხარით რომ მალე მან მიჩნდები და დაელოდეთ მაშინ რა ვიღაცა ხოლმე აკოს ამაზე პასუხი მე რა ჩემო ვინ არის მაშინ პასუხისგებელი მაშინ ეს მითხარით თქვენ ირიდეთ ამას ხო თქვენი უფროსია მაშინ პასუხისგებელი რატომ უნდა იყოს დარიდებული